აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ბუღალტრულ ანგარიშგებაში არასწორად და არასრულად აქვს წარდგენილი დანართი ფორმა ნომერი 2, ფორმა ნომერი 3 და ფორმა ნომერი 5, რაც ფინანსურ აღრიცხვა ანგარიშგებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. სმენის აპარატების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სმენის აპარატების ტექნიკური მახასიათებლების ქართული თარგმანის ავთენტურობა აუდიტის ჯგუფის მიერ გადამოწმებული იქნა სატენდერო წინადადებაში მითითებულ მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე. ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სასმენი აპარატების ტექნიკური მონაცემები შეუსაბამოა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების პარამეტრებთან. გულის ქირურგიის ქვეპროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების აღრიცხვის ანგარიშგების და ანაზღაურების წესის თანახმად პაციენტის მოთხოვნით განსხვავებული სტენტის გამოყენების შემთხვევაში სტენტის ღირებულებას მთლიანად ფარავს პაციენტი. ასეთ შემთხვევაში ანგიოპლასტიკა ფინანსდება ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციის დაცვით სტენტის ღირებულების გამოკლებით. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შერჩევითი აუდიტით აღინიშნა შემთხვევა, როდესაც ქვეპროგრამის ბენეფიციარს გაეწია ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, ხოლო შესაბამისი ხარჯშაღრიცხვით დგინდება, რომ გამოყენებულია განსხვავებული ძვირადღირებული სტენტი. შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებას სამინისტროსგან უნდა მოეთხოვა გაწეული მომსახურების ანაზღაურება სტენტის ღირებულების გამოკლებით, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.